სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ეხება ეკლესიაში წევრობასა და დამსწრეობის სტატუსს შორის განსხვავებას, დაინტერესებს პიროვნებას, რომელიც უკვე დიდი ხანია დადის ეკლესიაში და არავინ არ გაძალებს, რო იცოდეთ აქ ეკლესიაში, თუ ძალიან ისეთი ოდიოზური არის, რამდენი ეკლესიაში მე ვიყავი, ერთგან მომიწია წევრობა ავსტრალიაში. დანარჩენი ადამიანები არასოდეს არ გაძალებენ, უბრალოდ მათ ეხლა ნახავთ ჯონ მაკარტური რა სიტყვის განსხვავება რა არის წევრობასა და დამსწრეობას შორის და რატომ არის ეს საჭირო, მაგალითად და ყველა გაერთიანებაში ხოდოსა შედიან ადამიანები ჯერ რაღაც კანდიდატი არიან პარტიაში, იქნება თუ კლუბებში, სოციალურ კლუბებში იცით ხო? ყველა გაერთიანებას სექტებს რაღაცებს, ყველას აქვს რაღაცა წინა ეტაპები, ხო, გარკვეული პერიოდი, მაგრამ მუდმივად ხო არ იქნები შენ კანდიდატი და ხდები წევრი, მე ზოგი იჩენს ძალიან გულისხმიერებას, ხდება შეიძლება უხუცესიც პასტორიც ან მიწევს კარიერის ამ ეტაპზე, ხო? ახლოს და ახლოს მიდიან, გაჩნია ხომ როგორი არის მათი მონდომები, მათი ნიჭები და ასე შემდეგ. და ეკლესიაც არ არის განსხვავებული ამისაგან და დაძღობული. ასე რომ ეს არის რაც აინტერესებს პიროვნებებს და ნახოთ ახლა როგორ გაცემს ჯონი ამაზე პასუხს. კითხვას სვავს ჰენკი. და მე სურათიც დავდევი ამ პიროვნების, შეგიძლიათ ნახოთ მე თავფურცელზე. საღამომშვიდობისა, მე ჰენკი მქვია, გამარჯობა ჰენკ. კითხვა რომელიც მე მაქვს, ორი რამით არის გამოწვეული. პირველი ის არის, რომ 4 წელია რეგულარულად ვესწრები შეხვედრებს თქვენს ეკლესიაში. მაგრამ ჯერ კიდე არა ვარ თქვენი ეკლესიის წევრი. members რასაც უძახიან, ხო იცით, membership-ობა რა. ალბათ თქვენი პირველი კითხვა იქნება ჯონ ვიცი რატომ არ ახართ წევრი და მომჯერა რომ მე ვდგავარ ახლა ამ ადამიანის გვერდზე და პასტორი გულისხმობ რომელიც ეხმარება ვისანაც აუცილებლად მაქვს გადაწყვეტილი რომ ვისაუბრო ამ საკითხთან დაკავშირებით და ჯონ მაკარტური ხუმრობით ეუბნება რომ ძალიან გაგიწელიათ ეს პროცესი და ჰენკი აგზელებს თქვენ დღეს დილით თქვით როდესაც მოგვესალმეთ საუბრის დროს, როცა თქვენ მოუწოდებთ ხოლმე ადამიანებს, რომ შეასწონ ეს ბარათი, რომელიც ყველას გვიდევს ჩვენ სკამის წინ. როცა ეკლესიაში შედიხართ ხომ, ზოგი იღებს ხოლმე ამ პატარა ბროშურას, ზოგს კიდე უდევს ეკლესიასთან, ვისაც სურს, რომ ინფორმაციული მეტი ჩართულობა მოახდინოს, თავის სახელი, გვარი და კონტაქტი იქონიოს ეკლესიის უხუცესებთან და ესე მართონ მეგა ეკლესიები ხლა 4000-5000 ადამიანი რო შემოვა ხო ყველა სახეს და პირზე ხო არ დაელაპარაკება და ამ ბარათების მეშვეობით ხდება კომუნიკაცია და თუ შენ სურვილი გაქვს რომ წევრი გახდე ამას წინ ნათლობა და თუ არა ხარ მონათლული და ამაზე არის ყველაფერი პროცესი იწყება ხო უბრალოდ მე მაინტერესებს ამბობს ჰენკი რა არის რეგულარული დამსწრე პირის სტატუსი ზოგადად იმიტომ რომ არსებობს მრავალი საკითხი, რომელზეც ჩვენ სხვადასხვა ფორუმზე, სხვადასხვა გარემოში ვსაუბრობთ ხოლმე. მაგრამ ზოგადად თქვენი გრეისის, მადლის ეკლესიის შეხედულება ამ ურთიერთობაზე და იმ ადამიანის სტატუსი, რომელიც რეგულარული დამსწრეა, მაგრამ ჯერ კიდევ წევრი არ არის. ჯონ მაკარტური ამბობს პასუხს. რა თქმა უნდა, ჰენ გასაგებია. პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ ეს არ ცვლის თქვენ ცხოვრებას. ეს არ ცვლის თქვენ სულიერ მდგომარეობას, წევრი იქნები თუ დამსწრე. საქმე ამაში არ არის. მაგრამ წევრობა, ეკლესიის წევრობა ორ რამეს აკეთებს. პირველი, ის ამბობს, რომ მე მსურს ამ ეკლესიის უხუცესობის ზრუნლობისა და ავტორიტეტის ქვეშ მოქცევა. მე ვემორჩილები ამ ეკლესიის ხელმძღვანელობას. მეორე, ის ამბობს, როცა წევრი ხდება ადამიანი, მე მსურს რომ ეს საკრებლო სრული გაგებით მე მივიღო. როგორც ერთ-ერთი ვიყო ერთ-ერთი მითი წევრი და ვემსახურო მათ. თქვენ ეს უკვე გაიძულებთ იყოთ არა დამკვირვებელი, არამედ უკვე მორჩილი ამ ეკლესიის ხელმძღვანელობის სრული გაგებით. რათა გამოხატოთ მერე თქვენი მსახურება, თქვენი ნიჭები აქაური ჩვენი სულიერი ოჯახისათვის. და ფიქრობ ამაში მთავარი ის არის, რომ ახალ აღთქმაში არ არსებობდა ეკლესიის რაღაცა დამსწრე ყოფილიყავი, ან განცალკევებული ნაწილი ყოფილიყავი. მათ ყველა მიცოდა, თუ ვინ იყო ეკლესიის წევრი. მათ იცოდნენ, თუ ვიზე იყვნენ ისინი პასუხისმგებელი, ანგარიშვალდებული, რათა ეზრუნათ მათზე.
მათ იცოდნენ, ვინ იყო მათი ცხვრები, მათი მრევლი. როგორც იესომ თქვა, გახსოვთ, მე ვიცნობ ჩემ ცხვრებს და ჩემი ცხვრები მიცნობენ მე. ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიცოდეთ, თუ ვინ გვეკუთვნის ჩვენ, როცა წევრობას ვეუნებით ადამიანებს, რომ ისინი ჩვენი მზრუნველობისა და ზედამხედველობის ქვეშ მოექცნენ და ჩვენ ვიზე გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს გვინდა რომ ვიცოდეთ. ახალ თქმაში იცოდნენ, თუ რამდენი ადამიანი მოექცა ქრისტიანობისკენ. მათ ჰქონდათ ეს ჩანაწერები. როდესაც ვინმე ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა, ამის ნახვა ახალ თქმაში შეგიძლიათ. ეკლესია, სადაც ისინი მიდიოდნენ, მიქონდათ ეს გზავნილები და იცოდნენ, თუ ვინ იყვნენ ისინი. წინა ეკლესიიდან ისინი წერილს დახასიათებას იღებდნენ ხოლმე. ასე რომ საქმე ეხება პასუხისმგებლობას, ეკლესიაში მსახურებას, რათა ვიცოდეთ, თუ ვიზე უნდა ვიზრუნოთ, რომ თქვენ და ჩვენც ავიღოთ პასუხისმგებლობა ერთმანეთზე. ეკლესიის ხელმძღვანელობა იღებს პასუხისმგებლობას და თქვენც იღებთ პასუხისმგებლობას საკრებულოს წინაშე. გასაგებია, არსებითად ეს არის. სხვა განსხვავებული არაფერი. მადლობა კითხვისათვის, ჰენკ.